მე ვებძვი ბიძინა ივანიშვილს, მე ვებძვი რუსულ ხელისუფლებას, ვარ უთანასწორო ბრძოლაში, მათ შორის ფიზიკურად, არაფერს არ ვაკლებ, არ არსებობს ეთერი, სადაც შეიძლება რომ თქვენ თქვათ, რომ აი ამ რაღაცა მე ვინმე ოპოზიციონერს ვესწრები თავს. ეს იმდენად ძიმე ბრძოლაა, როცა ვამბობთ, რომ ახალგაზრდები წინ და ჩვენ უკან არა, ეგრე არა, ჩვენ წინ და უკან ახალგაზრდები. აი უკვე მთავრობის გადანაწილება რო უნდა მოვიდეს და პარლამენტში ადგილები, აი იქ უნდა იყვნენ წინ ახალგაზრდები, კაცო. თორე ბრძოლა სადაც არის, ჩვენ უნდა ვიყოთ, ჩვენი კისრით, ჩვენი სახის ძვლები და მე არ მესწავლება. საქართველოში ოფიციალურ რუსულ აგენტურას 14 წელია ვებძვით, ხო, ხელისუფლებაში არიან, კაცო. ხალხი ციხეში ჩაყარეს, პოლიტიკოსები ციხეში ყრიან, ბავშვები ციხეში ყრიან. მათე დევიდეს 4-7 წელი მიუსაჯეს ბავშვს, ებს რას ლაპარაკობთ, ო? მართლა რას ლაპარაკობთ? ბოლომდე უნდა შევასწნეთ, კი, დედა უნდა უტიროთ. აბა გამოვიდეს 100,000-ობით კაცი და ნახავთ მე თუ ექნება ერთი ადგილი ივანიშვილს ხელი აწიოს ქართულ ხალხზე. იცი რატო ვამბობ ამას? იმიტომ რომ ერთხელ აწამა ხალხი. ესე იგი ჩაყარა იმაში, რა ქვია, დილეგებში. დაასისხლიან, ამის უფლება აღარ უნდა მიცეს ქართველმა ხალხმა. აწევს ხელს, მიიღეს ბრისხანებას, აწევს ხელს, მიიღეს პასუხს და თუ არ აწევს, აბსოლუტურად მშვიდობიანად წავა. ბიძინა გაიქცევა პირველი, როცა დაინახავს, რომ ხალხი არ ეგუება უსამართლობას. ქართველი ხალხი არ არის ჩმორი, ქართველი ხალხი არ არის თავი დაუხაროს ვიღაცას და გამარჯვების დღეზე 4 ოქტომბერს და შეგვიძლია რომ გავიმარჯვოთ. ვისაც გჯერათ, დავიჯეროთ და წავიდეთ ბოლომდე თქო. მე მივდივარ ძმაო სიკვდილზეც, მე მივდივარ ციხეზეც და მე მივდივარ ყველაფერზე. მაგის დედავატირე და რა არის მართლა? ეხა არჩიეთ ვიღაცას ბუმბულის გარჩევა, ვისაც გინდათ იყავით ძმაო. მე ყველაფერზე მივდივარ. მანახეთ მეორე კაცი, აი ამასაც გეტყვით მაშინ. მანახეთ მეორე კაცი დღეს ესე რომ უვარდება ივანიშვილის პირში და ქოცევს. აბა მანახეთ. მე ვლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე. იმიტომ რომ მე ვამბობ რომ ივანიშვილს გაუყენებთ კუდიგორის გზას. გაუყენებთ, დედას უტირებთ, ვისაც გჯერათ, გაგვატარეთ.